მე თქვა დაგლოცოთ. ყველა ლოცვა თავის ძალას ატარებს, ყველა ლოცვა ატარებს ძალიან ბევრ კომპონენტს, რომლითაც იგი ადამიანს ემოქმედებს. ეს არის ლოცვა, ეს არის თვალთან ურთიერთობა, ლოცვა ეს არის მერთან საუბარი. ამიტომ ყველა ლოცვას თავისი ნუგეში აქვს და პასუხი აქვს ისა. ხო, და ბავშვებს გვაქვს. მოჩინებას პასუხს ყველა ლოცვა. ჩვენ და დავაკვირდით ჩვენ თავს რომ თუ სოლა და მართავს ლოცვა, ძნელად ლოცვა. მაშინ ლოცვა შეისვენება. სმენის მუცქარას ულახულა თუ ლოცულობს. თუმცა შეიძლება მერიქის მაშინ უფრო მეტი ბრძოლები დაგვეწყოს. გააჩნია რა შემთხვევაში როგორც ასე თქვა გალათანთან ეპისტოლეშია. ყველა საკუთარ თავს მიაქციეთ ყურადღება, ზუსტ ციტირებას რო ქართულად არ ვაკეთებ. ყველა საკუთარ თავს მიაქციეთ ყურადღება, ყურადღებით იყავით საკუთარ თავისადმი, რომ არ იქნეთ სტუნებული და გამოცდილი აი რაღაცა სასწრაფოდ. ერთი ყველა სხალობს და არ არის ჯადები მისი ლოცვა შესმენელი არ იქნას. ყოველთვის როგორც საჭიროა ისე ისმის უბრალოდ იცის იმ მომენტში შეისმის ადამიანს ჩვენ არის ყოველ სოფია და ყოველ ძებია. არ არსებობს ისეთი ადამიანი, ისეთი მართალი ადამიანი, რომ აბსოლუტურად წმინდა იყოს და არ შეცოდოს. და ამიტომ ხილად უნდა იყოს, რაც არ უნდა მართალი იყოს და რაც არ უნდა თავი ასე თქვა წარმოედგინოს, შეუსწავლო ყველა კანონებს და ყველა ასე თქვა პირობებს ასრულებდეს, მომზადების ეგრეთ წოდებული ვემზადები და ღირსი გონია თავი. აი ეგ არის ასე თქვა საფრთხილო. თუ კი შეცოდავს მისი მართლობა მას ვერ გადაარჩენს, როგორც იეზეკიელი წინასახული იეზეკიელი ამბობს 33 თავში, რომ მართლის სიმართლე მას ვერ გადაარჩენს მისი შეცოდების ჟამს. ასევე ცოდვილი ადამიანის იმედს არ უნდა კარგავდეს. მართალი არ უნდა ამპარტავნებდეს. ანუ სხალობს, უყვარს მართალი, მონანული თავმდაბალი მართალი. ცოდვილს, მონანულ ცოდვილს სხალობს ღმერთი თავმდაბალს. მაგრამ ასევე მართალიც, ასევე ცოდვილიც არ უნდა ვთქვათ იყოს სასუსარკვეთილი. თავის იმის გამო რომ ცოდვილია და რაღაცები დაარღვია და აღაეშველება არაფერი და ხელი ჩაიქნევს თავის თავს. ესე არის. ასევე ნათქვამია რომ ცოდვილიო, ანუ კანონის დამღებელიო, თავისი კანონების დარღვევის გამო კი ეცემა, მაგრამ მისი მოქცევის ჟამს, როცა მოიქცევა, ხო? იგი გადარჩენილი იქნება, ხო? როცა მოიქცევა, იგი აღარ დაეცემა. ესეთი ნათქვამი, ანუ ცოდვილი დაცემისა შეიძლება წარწყდეს და მართალი თავის დაცემისა შეიძლება წარწყდეს, ხო? იეზეკიელი ამბობს ამას. შევექნებ ზუსტი ციტირებას არ ვაკეთებ. იეზეკიელი ამბობს დიდ წინასწარ. ხო? გამოცხადება გახსოვს იეზეკიელის. აი და მაგრამ ამავე დროს ცოდვილიც თავისი თუ მოინანია და გონება გაეხსნა და შეინანა და გონებაზე მოვიდა და გამოასწორა, ისიც არ არის აუცილებელი რომ წარწყდეს, ხო? მასაც გადაარჩენს უბრალოდ. ორივე თქვა თანაბარ პირობებშია. ის უნდა თავმდაბალი იყოს და მონანული იყოს, მაინც თავში არ აუვარდეს თავისი ეგრეთ წოდებული მართლობა და წმინდანობა, ვინ ავართ ეგეთი, ხო? და უნდა აუვარდეს თავში რაღაცას ვაკეთებ, ამას ვიცავ, ისეთი ვარ, იმას ხო, აი ფარისევის ეწორო ვარ, თუ გახსოვთ? ფარისევი იმას ჯობი ვარ, ამას ჯობი ვარ, ის არის თავს მე ვიცავ, ის ცუდია, მე კარგი ვარ და ეხა ეს რა ლოცვაა, ხო? იცით რა დიდი მას არ დავიწყე. და ისიც კიდევ ვინც ცოდვილია რა მეშველება და დავიღუპე და ცოდვილი ვარ და მაინც არაფერი მეშველება და ჩაიქნია ხელი. ესეც არა, შენი მონანიების და შენი მოქცევის დროს დიდი შანსი გაქვს და უფალს უხარია რომ გადაგარჩინოს და რატომაც არა არანებავ სიკვდილი ცოდვილისა და ასე შემდეგ, ხო? იცით ეს. ასე რომ აი ეს უნდა გავაკეთოთ. და ეს ძალიან ლოცვას ამიტომ დიდი ნუგეშია მართლისთვისაც და დიდი ნუგეშია ცოდვილისთვისაც. ყველას ერთნაირად წყალობს, ყველაზე ერთნაირად წვიმს. ყველა ერთნაირად უყვარს უფალს. მაგრამ როცა ადამიანი თავს ავტონომიურ არსებად წარმოიდგენს და იზოლირებული ხდება ღვთისაგან და მე არავინ არ ჭირდება, არც უფალი არავინ, არც მფარველი ანგელოზი და ჩემი თავით, ჩემი ესე ვთქვათ მომზადებით, ჩემი ყვაჭობით, ასე ვთქვათ, გავართნევ შენდობას ვთქვა ფოლკლორისთვის, მაგრამ ჩემი ესე ვთქვათ რაღაცა მზავრობით თუ ჩემი მოხერხებით გავართნევ თავს ჩემ პრობლემებს
ამ ჭირდება არა მე მიხედავ ჩემ თავს. ნურას ვერა, ესე არ გამოვა. იზოლირებულ და ჩაკეტილ სისტემას არაფერი არ ეშველება თუ არ გაიხსნა. იზოლირებულ და ჩაკეტილ სისტემას თვითგანახლების უნარი არ გააჩნია, იგი ენტროპიას, ანუ ქაოსს ექვემდებარება. თუ ერთ ადგილას დაექვემდებარა ქაოსს, მთლიანად დაექვემდებარება, ის არ ერთ ადგილას არ გაჩერდება ის ქაოსი სულში, როგორც იმის მოცულობის ერთ კუთხეში, ხო? მთლიანად დაიჭერს მის იმას, სულიერ მოცულობას, ასე ვთქვა. და ენტროპიას, ანუ ქაოსს დაექვემდებარება. თუ არ გახსნის თავის გულს ღვთისწინაშე, თუ არ არის ავტონომიური არსება, ადამიანი თვით გადარჩენა შეუძლებელია. შენ გჭირდება ღმერთით, მაცხოვარი. კი ბატონო, შენი ცოდვები გააცნობიერე როგორც თქვით, როგორც აკლემიო, აი ერთ-ერთი გზელია, როგორც აკლემიო ატარეო შენი ცოდვებია და მიხევ, მაგრამ როგორც უდამნოში, მაგრამ ოაზისისკენ მიხევი ღვთის ნებას. მიხევი ღვთის ნებას ოაზისისკენ, იქ წყალს ნახავდა ეშველება. ხო, აბუდაბნოში. ატარებ შენ ცოდვებს, ხო, მაგრამ მიდიხარ უკვე სული აი გეყავს, მაგრამ იცი რომ ის ოაზისისკენ რომ მიდიხარ რომ ჩანს თუ მირაჟი არ არის, ხო, ცოტა კარგად უნდა გაიხედო. ხო, მირაჟებიც იცოდა. ამიტომ კარგი გიდი გინდა, ანუ წამყვანი, სტალკერი გინდა, კარგი გიდი, ეს ვინ არის? ფაროლი ანგელოზი, მოძღვარი და ასე შემდეგ, ხო? ხილული ფაროლი ანგელოზი, მოძღვარი. უხილავი ფაროლი ანგელოზი რაც ყავს. და ის იმისგან მოკაჩულა იმას თოქს თუ რაღაცა, ნუ რაც ლაგამს ვას შემდეგ მიხევი, წაგიყვას ის, მიხევი მიგმართავს და იქ ღვთისნება რომ მიგმართავს ის სოდები მერე მოგეტოვება და იმ ელექსირს დალევ, დოების წყაროს დალევ და მოისვერებ დამშვიდები. ყოველთვის ამას გვახსენებს სულ ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვა სულ ამას გვახსენებს. რომ იცოდე, შენ რაც არ შეგიძლია, ღმერთს შეუძლია, ამიტომ ევედრე ღმერთს და მივიქნები სულ მოკლე. მივხვდი რომ მაინც არაფერი არ გამოვა, მე არ მეშველება, ის არ გამოვიდა, ეს არ გამოვიდა, გადავარდება პესიმისტში, არ უნდა ეს. ყოველთვის გვახსენებს სახარება გინდა, მთელი წმინდა წერილი, ზიარების საიდუმლოება, ლოცვების ზიარების და თვითონ მთლიანად მთელი ესე ვთქვათ ქრისტიანობა გვახსენებს რასო. ღვთის სიტყვა ყოველთვის გვახსენებს, რომ შესაძლებელია უფრო მეტი, ვიდრე შენ შეგიძლია. შეიძლება მოხდეს უფრო მეტი, შეიძლება მოხდეს უფრო დიდი მასშტაბის მოვლენები, ვიდრე შენ გონია და შენს მათ შორის უფრო ბევრად მეტი შეგიძლია, ვიდრე შენ ფიქრობ. ძალიან ბევრად მეტი შეგიძლია, მეტი პოტენციალი, რესურსი დიდი გაქვს, ღვთის ხატება გაქვს. და აბა მსგავსებას არ დაგავალებდა მაშინ რო არ იყო შემძლებელი და არაფერი რო არ იყო და წარიელი უარგისი ჭურჭელი რო იყო, მაშინ არაფერს არ ჩაასხამდნენ შიგნით და არც ღმერთი გიპატრონებდა, არც მოგნათლავდნენ, არც ფარველადებას დაგიდგენდნენ, არც მოძღვარს, არც საიდუმლოებს და არაფერს. იმიტომ არის ეს ყველაფერი, რომ ხელი არ ჩაიქნია და გზახსნილია. ყოველთვის გვახსენებს იმას მოკლედ ქრისტიანული ცხოვრების წესი, რომ შესაძლებელია უფრო მეტი და შეგიძლია უფრო მეტი ყოველთვის ვიდრე შენ გონია და გამოდით სოდვილი ძილისაგან და შენგან გამოგონილი რაღაცა ჩარჩოებში ჩაკეტილობისა. გამოდი, გაარღვია ეს, გახსენი შენი გული ღვთის წინაშე. და შენი ქრისტიანული მსოფლმხედველობა ისწავლე, განახორციელე, გააცნობიერე მსოფლმშეგრძნება, მსოფლმხედველობის სრული რუქა, გინდა შენ, სრული რუქა მსოფლმხედველობის. და არა რაღაც თეთრი ლაქებით იყოს, აქ ხედავ რა არის, იქ არ ვიცი რა არის, იქ რაღაცა უბრალია, იქ ჭაობია, იქ ის არის, იქ ის არის. ხომ და იცოდე, სად მიდიხარ, როგორ მიყვარ ღვთისმშობლის კომპასს, მიყვარ. რუქა უნდა იცოდე, ტოპოლოგია უნდა იცოდე, სულიერი, გეოგრაფია უნდა იცოდე, სულიერი შენი. ამისათვის არის მოძღვარი, ფარული ანგელოზი და ძმა და ასე შემდეგ. და ჩვენი გონებისგან მოვლენილი, ჩვენი განუწმენდელი ინტელექტისგან, განუწმენდელი გონებისგან, განუწმენდელი შეგრძნებებისგან მოვლენილი ილუზიებისგან განთავისუფლდი. შენ რო გონია, ის ილუზიები გონება ამატებს ბევრ რაღაცებს, შენი მცდარი მსოფლმხედველობა, მცდარი მსოფლმშეგრძნება ამატებს ამას და შენ გონია ერთი სინამდვილეში არის სულ სხვა რაღაც. ამიტომ რეალობა რო შეიცნო კარგად, უნდა განცდელი გონება და გული ქონდეს და სხვა განცდელი გზნობები კიდევ. ამიტომ უარყავ, როგორც აქ ნათქვამი. შენი თავი ეგ ჯვარი შენ და შემიძლია აქ უარყავ შენი თავის ამისასო მე დაკარგო პირადი შეგრძნება პირადი პიროვნებისა. პიროვნება კი არ დაკარგო, განადგო შენი უარყავ შენი თავის უარყოფით ესე შეიძლება ეს გაგო. შენი რაცა ცოდვები ეს უარყავ ყველაფერი. და არა შენი საკუთარი მე დაკარგო და ვინ ახარ და საიდან ხარ არ იცოდე და რა მანქუთი, ხო? რაღაცა ის იყო. გაუგებარი წარმოშობის ადამიანი. არა.
შენი თავი ვარხავ, იმ გაგებით შენ ვარხავ შენი ეგოიზმი, შენი ეგოცენტრიზმი, შენი ცოდვები, რა ცუდია შენში ნეგატივი მიიღე, პოზიტივი, რაც კარგია, მიყევი იმას, გახდი ის, რაც უყავს უნდა რომ შენ გახდე და იმისკენ მიისწრაფე. რასაც ყველას გისურვებ. ამისათვის კი გზაც მიიღე, იყო ყოველთვის ხისტეს მერე არის და იქნება. ვიდრე მეორე დროს მომდე და მერეც ის გავიგეთ ოღონდ ხალხს ის ნება იყავ. არის ხო და იყოს ნება ამისა ცათაშია და არის კიდევაც უფლისნების ნება ისედაც ცათაშია ერთ-ერთი ხალხსაც ზედა. ყველას გლოცავ და გზახსნილი ქონდეთ ის საიდუმლო სულის ასხოვნებლად არ მოხდა.